ძირითადად მოგვიწევს საუბარი დღეს უკვე ნიკას პატიმრობაში აღმოჩენაზე, მაგრამ გიორგი აღმოსავლეთ მცოდნე არის ამავე დროს და ვისარგებლოთ შემთხვევით და მასაც მივცეთ შესაძლებლობა შეაფასოს სიტუაცია. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს კუცებს მეთაურთან დაკავშირებით შემდეგ უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ან ლიკვიდირებული, ან თავი მოიკლა. ამ დეტალებს მოკლედ ძალიან ჩახლართული ამბავია და მართლა კინოში მგონია თავი, როცა ამ დეტალებს ვეცნობი. ამავე დროს ვიცი ჩვენ გაცემის დასაწყისში ძლას შაყულაშვილმა გითხრა, რომ თელ-ავივსა და იერუსალიმთანაც უკვე აფეთქებების ხმა ისმის, თუმცა ისინი უსაფრთხო ადგილზე არიან მოსახლეობა და თუ კი რამე სიახლე იქნება რაიმე მნიშვნელოვანი განსაკუთრებული გადაცემის მსვლელობის დროს მივაწვით თქვენ როგორ შეაფასებდით თავისი შედეგებით იმ პროცესს, იმ ოპერაციას, რომელიც მიმდინარეობს. მადლობა მოწვევისთვის. ეს ზოგადად დაახლოებით 2016-2017 წლიდან მას შემდეგ რაც ტრამპის პირველი პრეზიდენტობა დაიწყო საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ ზოგადად ახლო აღმოსავლეთის ეს რაღაცნაირი წესრიგი რომელიც უკვე ირღვეოდა 2011 წელს საბოლოოდ მოირღვა. იმიტომ რომ ჩვენ გქონდა პერიოდი, როდესაც რაღაცნაირად ერთმანეთის წინააღმდეგ გავლენის ბრძოლაში იყვნენ ჩართული, ასე ვთქვათ, მოკლედ რო ვთქვათ, შიიტური ბანაკი ირანის თაოსნობით და აქედან სუნიტური ბანაკი, რომელსაც ცდილობდა, რომ ემეთაურა, ასე ვთქვათ, საუდის არაბეთი და რაღაც zero-sum game ესეთი ასევს, ხო, ესეთი გამონათქვამი, ესეთი ფენომენი, როცა ნულოვანი თამაშია ორ მხარეს შორის, რასაც ერთი მხარე აგებს, მეორე მხარე იმას იგებს და ესე უყურებდნენ თითქოს ერთი მომენტი. ამ რეგიონს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ირანს არ აყავს ეთნიკური მოძმეები, ის არის ფაქტობრივად არაბებით დამეზობლებულ გეოგრაფიულ სივრცეში მისგან დასავლეთის, სწორედ ამიტომ მას ამ რეგიონში ყავდა მხოლოდ რელიგიური რელიგიურადაც კი მაგალითად იგივე ხამასთან მიმართებაში თითქოს ეს ერთობა არ უნდა შემდგარიყო, მაგრამ ისრაელის სიძულვილობა გაერთიანა. ალავიტებთან შემთხვევაშიც ესენც არ არიან შიიტები, მაგრამ ხან-ხან იყო ხოლმე რომ იმ უმცირესობას უმეგობდებოდა, ვინც სუნიტებისგან იყო ხოლმე რაღაცნაირად დაჩაგრული და ამ შემთხვევაში აი ჰეზბოლას ფაქტორმა ხამასზე ძალიან დიდი გავლენა იქონია, რა თქმა უნდა, თვითონ ჰეზბოლა ხო საერთოდ ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის მიხედვით არის შედგენილი, მისი რუკაც ველფერით განსხვავდება, ხო? აქედან გამომდინარე, იყო კი აი ეს ირანის გაძლიერების პერიოდი, როდესაც ფაქტობრივად ის რეგიონული ფაუერი, რეგიონული იმპერია გახდა, დაიბრუნა რაღაცნაირი გავლენა, რომელიც ჰქონდა მას ჯერ კიდე აქამენდების დროს, იგივე სასაინდების დროს, ზოგადად ირანულ პოლიტიკურ სივრცეში აი ეს ამბავი, აი ეს ტრადიცია, ეს რაღაცნაირი მეხსება არსებობს და ამისკენ სწრაფად ყოველთვის იყო, როგორც არ უნდა ყოფილიყო სახელმწიფო და ეს სახელმწიფო მიუხედავად იმისა, რომ თეოლოგიურად იმართება დღეს, ასევე ისწრაფვის იმ უსაფრთხოებისკენ, რომელსაც მათი აზრით მისცემთ მხოლოდ აი ესეთი გავლენიანი ადგილი. თუმცა აი ამას მორყევა დაიწყო მას შემდეგ, როდესაც აი ბაშარ ასადის მხარდაჭერა იმდენად გააძლიერა ირანს ფაქტობრივად ჯერ ერაყის რომელსაც შეიტური მთავრობა თავად ირანის მმართველი რეჟიმისთვის ბირთვული პროექტის დათმობა ნიშნავს ფაქტობრივად ერთ-ერთი გარანტიის პერსპექტივაში დათმობა რეჟიმის. ამიტომაც ისეთი დილემის წინაშე ედგანა საიდან გამოსავალიც არ არსებობს. ვიღაცა უნდა დამარცხდეს და ჩამოიშალოს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. ბოლო ინფორმაციით 150-მდე რაკეტა გაუშვა ირანმა ისრაელის მიმართულებით და აი კოალიცია ჩვენ ვიცით რომ საფრანგეთი, შეერთებული შტატები, ბრიტანეთი აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესში, მათი ძირითადი ნაწილი ისრაელთან მისვლამდე ნადგურდება, თუმცა მეორე ზალპიც გაუშვეს როგორც ჩანს და ვიცით რომ ისრაელი ამისთვის მომზადდება. მარტო არ არის. ბოლო პერიოდში ეს ხშირად მოხდა ოქტომბრიდან დაწყებული, როდესაც ეს რაღაცნაირი ხასიათი მიიღო ირანის მოკავშირეების აი ამ რაღაცა განადგურებამ ისრაელის მხრიდან ეს ზახშირად ნახეთ, როდესაც მე ირანი იცის რა რომ მაინც ჩამოვარდება მისი ნასროლი, ასე ვთქვათ, იარაღის უმრავლესობა, მაინც ცდილობს რაღაცნაირად აი თითქოს სახე შეინარჩუნოს და აი ამ თვალსაზრისით მაინც აკეთებს აი ამ შეტევას და რაღაც ასეც ხედავთ ჯერჯერობით მიუხედავად იმისა, რომ კარგად იციან, რომ ის ფარი, რომელიც ისრაელს აქვს, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ეს მოიგერიოს, რა თქმა უნდა ძალიან ძვირი ჯდება ეს ყველაფერი და ძალიან ბევრ
მაინც ზიანს მიაყენებს, რა თქმა უნდა, ამ სისტემას, მაგრამ სინამდვილეში იციან, რომ ამას არ ძალუც იმ ზიანის მიყენება, არც იმ პოლიტიკური, არც იმ სამხედრო და არც იმ ეკონომიკური ზიანის მიყენება, რაც თვითონ მიადგათ ამ შემთხვევაში, რაც არც პრესტიჟს არ მიაყენებს იმ ხელაზიანს, რასაც აყენებს, აი ეს ისრაელის მიერ, აი გინდათ პეიჯერების ოპერაციით დავიწყოთ, გინდათ აი რაც არ უნდა მომხდარიყოს, აი ეს პირდაპირი განადგურება მისი მტრების, რაც ძალიან აისახა ირანის რეჟიმის ზოგადად პრესტიჟის დასუსტებაზე. ის რომ ირანის სამხედრო ძალა რეგიონშიც ძალიან შესუსტა უკვე ეს უკვე ფაქტია, სახეზეა შეგვიძლია აღვნიშნოთ, მაგრამ ახლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არის რა გავლენას მოახდენს ირანის შიგნით ამ რეჟიმის არსებობის პერსპექტივაზე ეს პროცესი. ასე რომ ჩვენ ძალიან საინტერესო მოვლენები. ზოგადად აი ერთი წინააღმდეგ რო ვთქვა, აი ეს ვისაც აინტერესებს კიდე როგორ შეიძლება გაწასულიყო მოვლენები, აი როდესაც ტრამპის პერიოდში ეს დაიწყო, რომ მაშინაც ააფეთქეს თუ გახსოვთ რევოლუციური კორპუსის მთავარი გენერალი და მაშინ დაიწყო ძალიან ირანის პრესტიჟის დასუსტება და ამას ემთხვეოდა ის, რომ ისრაელი აუკეთესებდა ურთიერთობებს არაბულ სამყაროსთან, მათ შორის გაერთიანებულ საამიროებთან გააფორმა უპრეცედენტო შეთანხმება, რაც ბიზნესი გახსნა ორივე მხარესთვის და ეს იყო წარმოუდგენელი შეთანხმება და ესეთივე მზადდებოდა საუდის არაბეთთან. და სწორედ ეს ჩაიშალა 7 ოქტომბრის თავდასხმით, როცა ფაქტია, მაგრამ ტრამპის შემთხვევაში ალბათ უნდა ვახსენოთ, რომ განსხვავებით მისი ზოგიერთ წინამორბედისგან, სხვა პრეზიდენტისგან, როდესაც რაღაცა სიტყვის და იმუქრება იმ ნაწილში რო სრულდება, ეს არ არის ცუდი საქმე, ტრამპთან ბევრი შეიძლება საპრეტენზიო კონდეს, მაგრამ თქვა რომ ორთვიანი ვადა მივეცი და თუ ესე არ მოხდება ეს და მოხდება ის, რაც პრინციპში თქვა, თუ უბრალოდ იმდენად ხშირად აკეთებს წინააღმდეგობრივ განცხადებს, რომელს დაუჯერონ დაანონსა და მოხდა პირდაპირი გაგება. კარგით, გიორგი, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესზე ვისაუბროთ. არ არის მარტივი და ადვილი დღე თქვენთვის დარწმუნებული. მიუხედავად იმისა, რომ ნიკაც თითქოს შეგუებული იყო ამას მომზადებული, შეიძლება თავად უფრო მეტად იყო შეგუებული, ვიდრე მისი გარემოცვა, ვიდრე მისი პარტია, ბოლოს და ბოლოს მისი ოჯახის წევრები, ხო? რა ნაბიჯია ეს პოლიტიკური ლიდერისგან? დისიდენტური წინააღმდეგობის ეტაპზე გადავედით უკვე და აქედან რა დასკვნა შეიძლება გამოიტანოს უკვე წინააღმდეგობის მოძრაობის მხარდამჭერმა ადამიანმა. ძალიან საინტერესო შეკითხვაა. მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის დისიდენტური ნაბიჯი, მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური სტრატეგიისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და ეს ჩვენი პოლიტიკური სტრატეგია არ შეცვლა მას შემდეგ, რაც გაყალბდა 2024 წლის არჩევნები. ეს არის კაცრი ართანამშრომლობა რეჟიმთან. კაცრი ართანამშრომლობა რეჟიმთან, რომელსაც რა თქმა უნდა გამოიხატება მე მის სრულ დელეგიტიმაციაში, რაც აისახა კიდეც მე საგარეო თვალსაზრისითაც, ხო? როგორ დაიწყო ეს ჩვენი სტრატეგია? დაიწყო იმით, რომ ჩვენ უარი ვთქვით იმავე დღეს, ფაქტობრივად 24 საათს არ იყო გასული არჩევნების შედეგების მეტწილად გამოცხადებიდან, რომ ჩვენ უარ ვყავით ეს შედეგები და არც ერთმა ჩვენმა წევრმა არ გამოთქვა თანხმობა აი ამ ფორმატში მათთან თანამშრომლობაზე, პარლამენტში შესვლაზე, ან რაიმე სახით ცნობაზე ამ საპარლამენტო არჩევნების შედეგს. მიუხედავად იმისა, რომ მეც მათი წესებით თანმიმდევრობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თანმიმდევრობა და აი ეს ჩვენი რა გავლენას ახდენს? ეს ჩვენი სტრატეგია, ჩვენი აზრით, აი როგორ მიგვიყვანს გამარჯვებამდე, მოკლედ რომ ვთქვათ, ხო? სინამდვილეში მათი ყველაზე დიდი იარაღი არის ჩვენი დათმობა. ჩვენი დათმობა შეიძლება იყოს მხოლოდ მათი ლეგიტიმაციის აღიარება. მათ მიერ ჩატარებულ წესებით, მათ მიერ შედგენილ ჩარჩოებში ჩვენი რაღაცნაირი მოქმედებები, რაც ჩვენ დავასრულეთ 2024 წლის ოქტომბერშივე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის განცხადებაც კი არ ქონდა გაკეთებული ირაკლი კობახიძეს, არა მარტო ჩვენ ამ მთლიანად ოპოზიცია და ჩვენ რჩებით ამის ერთგული და ნიკა გვარამიაც, ნიკა მელიაც, ზურა ჯაფარიძეც იმიტომ არიან დღეს ციხეში, რომ ისინი არიან ერთგული აი ამ პოლიტიკური სტრატეგიისა, იმ პოლიტიკური სტრატეგიას, რომელიც უარს იძახის მათ ლეგიტიმაციას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, მორალურ კომპონენტს, მორალური უპირატესობის მოპოვებას, მის შენარჩუნებას, მათ შორის პოლიტიკურ კლასთან მიმართებაში არსებული ნდობის დეფიციტის აღმოფხვრასაც, მაგრამ მორალურს მიღმა ხალხს პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისაგან ჭირდება შედეგები, ჭირდება გავლენა, ჭირდება ძალის დემონსტრირება. ეს მორალურ ძალას ასხივს, როცა ადამიანი თავის ფეხით მიდის და აგერ ბატონი გრიშაონიანის შექებაც კი დაიმსახურა ამ შემთხვევაში აღიარება. როდესაც მართალი ხალხის გარეშეობა ნიკა გვარამიას ამ ნაბიჯმა ამ შემთხვევაში, ხო, მაგრამ რა გავლენას ახდენს ეს რეალურ პოლიტიკურ, ანუ რეალ პოლიტიკაზე დავარქვათ ასე. მოდით უფრო კრიტიკული კუთხით დავსვავ ამ კითხვას, ეს არ ნიშნავს რომ მე ასე ვფიქრობ, მაგრამ ვიცი რომ კრიტიკოსები ასე ფიქრობენ, რომ ხომ არ არის ეს ნიშანი მორალური პოზიციით, საკუთარი მსხვერპლშეწირვის მაგალითით გადაიფაროს ის დეფიციტი, რომელიც
პოლიტიკურ კომპონენტში სისუსტეს წარმოადგენს. იმიტომ რომ ივანიშვილისთვის პრინციპში შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ არაფერია, შიგნით ეყოლება, მე ამით კიდე სადღაც ივაჭრებს, თვითონ პოლიტიკური პროცესი დარჩა უთავოდ, ისედაც პრობლემები იყო თავიანობასა და ორგანიზებაში. ანუ ამაზე რა სიტყვით და აი ამ ტიპის შეფასება. საინტერესო არის მათ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, თქვენ ახმოვანებთ ახლა ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც გარკვეულად გამოხატა ეს პოზიცია სხვადასხვა სივრცეში, მაგრამ მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენ ამას უპასუხოთ ზუსტად იმ თანმიმდევრულობის გახსენებით, რომელიც ახლდა ჩვენს პოლიტიკურ სტრატეგიას, ხო? პირველი, ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ ეს მსხვერპლ შეწირვად, რომელშიც აი ამ ადამიანებმა უბრალოდ დაინახეს ეს სამსხვერპლო, ავიდნენ და თავი შესწირეს რაღაც. ესე არ ყოფილა. ამ ადამიანებს აიძულებდნენ ეღიარებინათ პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ, მხოლოდ იმ არალეგიტიმურ, არაღიარებულ პარლამენტში ანტიქართული და სრულიად საქართველოს ისტორიის წინაშე დამნაშავე ეგრეთ წოდებული საპარლამენტო კომისიით, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქალბატონი წულუკიანი. ამ ადამიანებს აიძულებდნენ, რომ აი ამაში თანამონაწილეობთ, აი ამ ტაკიმასხრობაში რაღაცნაირი მათი ჩართულობით ეღიარებინათ მათი ძალაუფლება, არა როგორც დე-ფაქტო, არამედ როგორც ლეგიტიმური. სწორედ ამაზე უარის გამოარენეს ენციხეში. ეს არ იყო რაღაც სამსხვერპლო, სადაც ისინი თავის ნებით წავიდნენ ამ ამბავზე, ხო? ისინი უარს აცხადებენ ამ რეჟიმის ლეგიტიმაციას და რატომ? რატომ მიგვაჩნია ჩვენ, რომ თუ ჩვენ არ გავწყდებით, თუ ჩვენ თუნდაც ციხეში წასვლის ფასად არ ვაღიარებთ მათ ლეგიტიმურ ძალაუფლებას, როგორცაც ისინი ვერ ახერხებენ ვერავისო დააჯერონ მათ ძალაუფლება არის, ხო? ეს არის ძალიან მარტივი რამ. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, ჩვენ გვინახავს ასეთი რეჟიმები როგორ ჩამოშლილა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ის არავინ არ აღიარა არც ქვეყნის შინ და არც ქვეყნის გარეთ. აი მაგალითად თუ ახლო აღმოსავლეთს ვლაპარაკობთ, გავიხსენოთ მაგალითად ყველაზე ცნობილი და წარმატებული მაგალითი არაბული გაზაფხულის, ხო, თუნისი. აი თუნისის პრეზიდენტი 23 წელი იყო მაშინ ხელისუფლებაში უკვე და იქამდე მინისტრი იყო, ზოგადად მისი სისტემა ძალიან დიდ ხანს გრძელდებოდა. და როდესაც მის წინააღმდეგ დაიწყო, ხო? გამოსვლები, როდესაც ბოაზიზი ერთ-ერთმა გამყიდველმა თავი დაიწყო ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში, მაშინ მოვაჭრენ კი. და სინამდვილეში, რომელსაც კორუფციულად აწუხებდნენ ადგილობრივი პოლიციელები, ხო? და სინამდვილეში რაც მოხდა, იყო ყველაფერიცადა ამ კაცმა, რომ რაღაცნაირად დღის წესრიგში დაებრუნებინა საკუთარ მხარეს პროცესი. მათ შორის რა გააკეთა 6 თვის ვაზე შესთავაზა საპარლამენტო არჩევნები. საპრეზიდენტო რესპუბლიკაში არა გადამწყვეტი, არამედ სხვა სახის არჩევნები, რომელზეც ასევე დააყოლა, რომ 2014 წელი რომ მოვა 3 წელიწადში იქიდან, მე საპრეზიდენტოზე ალბათ დიდი ალბათობით აღარ დავაყენებ ჩემს. და სუსტად ესე იყო 3 არჩევნები იქამდე 75%-ს აგროვებდა მისი პარტია და რაღაცნაირად 65%-ს ოპოზიციას გადაუგდებდა ხოლმე იმ სივრცეში, სადაც არც არაფერი წყდებოდა, იმიტომ რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყო. აი ამას 13 იანვარს მოხდა ეს. 13 იანვარს ხალხი დათანხმებოდა ამ ამბავს. დღესაც იქნებოდა მისი ოჯახი ხელისუფლებაში თუნისში. და აი ამ უარით მაშინდელმა სამოქალაქო საზოგადოებამ თუნისისამ 15 იანვარს მიაღწიეს, რომ ამ კაცმა ქვეყანა დატოვა და გაიქცა. ოღონდ 15 იანვრამდე. ოღონდ იქამდე იყო ძალიან ერთი თვე, როდესაც ადამიანები არ დაიშალა. უზარმაზარი საპროტესტო აქციები. ზუსტად და ეს იყო ძალიან გახმაურებული. ამ შემთხვევაში იგივე მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, აი ჩვენ ძალიან დიდ ხანს ვწერთ, რომ ეს პრობლემა საქართველოში დადგებოდა, ხო? აი 2011 წელს, როცა 22 თებერვალს ძალიან დიდი მართომასშტაბიანი აქცია გაიმართა კადაფის წინააღმდეგ, ერთ-ერთი პასუხი, რომელიც იპოვა მოავალ კადაფიმ BBC-სთან ინტერვიუში, თქვა, რომ მე ვერსაიდან ვერ გადავდგებ, მე არანაირ თანამდებობა არ მიჭირავს. მე არც პრეზიდენტი ვარ, მე არც პარლამენტი ვარ, რომ დამითხოვო. და მე საერთოდ არაფერი არ არის ლიდერის მე ვარ რევოლუციის ძმური ლიდერის სტატუსით, ხო? და რევოლუციის ძმური ლიდერი, რომელიც ეს რევოლუცია 40 წელს მოხდა, ვერ გადადგება, იმიტომ რომ ის მართლა მოხდა 40 წელს წინ, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ წერდით ამას მაშინ, რომ ეს პრობლემა საქართველოს ექნება, რომ საქართველოს რომ მოუნდება, რომ გათავისუფლდეს ბიზნეს ივანიშვილისგან, ვერ გათავისუფლდება ბიზნეს ივანიშვილისგან, ვერც მუნიციპალური გაყალბებული არჩევნებით, ვერც გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებით, იმიტომ რომ ამ კაცს არ გააჩნია თანამდებობა, არ უჭირავს თანამდებობა, რომელზეც წავა. ამიტომ ის ჩვენგან მოითხოვს ამ იმიტაციაში მონაწილეობას. ხდებით? მაშინ და იპოლიტიკოს დაგისვათ, ხო, ეს რუსული ზღაპარერი ვარ, ხო, კაშეების მერტი რა. სად არის ივანიშვილის ძალაუფლების აი ეს ნემსი, რომელიც ლეგიტიმაციაში, აი ნახეთ, რომ ის ვინც არის სინამდვილეში ძალაუფლების რეალური მყრობელი, იძულებული გახდეს ხალხს დაუთმოს ხელისუფლება. ლეგიტიმაციაში არის ჩვენს აღიარებაში. ჩვენს აღიარებაში
მისი ძალაუფლება. არ ვაღიარებთ. ეხლა როცა უკვე უმრავლესობა არ ვაღიარებთ, მას ამიტომაც გაურბის ხალხი, მას მაგიტომაც უხდება, რომ ადამიანები გავშვა. აი ნახეთ, ერთი იმდენი ადამიანი, რაც დღეს აი ყველანაირი სამართლის დარღვევით ციხეში ზის და პოლიტმატიმარია, მან საკუთარი ხელისუფლებიდან გაუშვა და ეს იყვნენ ადამიანები, რომელსაც საკუთარი კლანები ჰქონდათ. ხარებაზე რო აღარაფერი აღარ თქვა, რომელმაც ფაქტობრივად სისხლის დინარები დაადინა თბილისში, ოღონდ ვინმეს ეღიარებინა მათ ხელისუფლება და მაინც ვერ მოახერხა ეს, ხო? ერთი იმდენი ადამიანი დავაკარგინეთ ზუსტად, ოღონდ ჩვენი გმირებისგან განსხვავებით, რომელსაც თელ საქართველოში დღეს ოჯახი არ არის, რომელშიც კარს არ გაუღებენ, მათ შორის იმ ოჯახებშიც კი, რომელსაც ქართული ოცნებისთვის ხმა მიცემული, აი მათი 65 ადამიანი, რომელიც თანამდებობისგან არის გაცილებული, არაცერთ ოჯახში აღარ მიიღება საქართველოში და საერთოდ მათი ცხოვრება ამ ქვეყანაში როგორ უნდა გაგრძელდეს, მე არ ვიცი. და პლუს ამას ისო დასანქცირებულები არიან და რა ვიცი, რო შევლენ ნიკოლაში შეიძლება ბარათი რო დაანდან ვეღარ გადაიხადონ, რაღაც სხვა გზა მოუწევთ. როიპოვნო ხო გადასახდელად. სწორედ აი აქ არის დამარხული აი ესეთი რეჟიმების სიმყარის თავარი გარანტია. ჩვენს მიმღებლობაში და ჩვენი მიმღებლობა თუ დამთავრდა, ეს აუცილებლად მოიღებს შედეგს. და რაწამს დამთავრდა მუამარ კადაფის მიმღებლობა, რაწამს დამთავრდა ბენალის მიმღებლობა, მათმა აი ამ რაღაცნაირმა პოზიციამ დაიწყო ყანყალი და ის ჩამოიქცა ძალიან მალე. სინამდვილეში ჩვენ ვართ ახლა აი ზუსტად იმ მომენტში. მათ ვერ მოგვერიენ ჩვენც ვერ მოვერიეთ ბოლომდე, მაგრამ ჩვენ ვართ შუაში. მათაც ჩვენი ძალიან ბევრი ადამიანი ციხეში გაუშვეს, ჩვენი გმირები, ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი სახში გავაშვებინეთ. ეხლა ჩვენ ვართ შუაში, ვინც არ გააგრძელებს ამ ბრძოლას, ის აუცილებლად გაიმარჯვებს, იმიტომ რომ რეჟიმს, რომელსაც ზუსტად იცის, რომ არ უწერია ლეგიტიმაცია არ შემოდგომაზე, იმიტომ რომ იცის, რომ ყველა დიდი ოპოზიციური პარტია უარს იძახის იმაზე, მის ლეგიტიმაციაზე პირდაპირ მოწყდება ახალი ისეთი საყრდენები, რომელსაც ნამდვილად უჭირავს და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მეგობარი აქტი, როდესაც გახდება მიღებული, იქ პირდაპირ არის გაწეული, რამდენ დღეში წარადგენს დივანი სიას იმ ადამიანებისა, რომელიც უნდა დასანქცირდეს თავის პირდაპირ ოჯახის წევრებს. პირდაპირ ოჯახის წევრები გასინავს შვილი, ცოლი და ის შვილები დაქორწინებულები არ არიან, ხო? ასობით ადამიანი შეიძლება დასანქცირდეს 30 დღეში მეგობარი აქტის მიღებიდან. 90 დღეში კიდევ უფრო მეტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვესმის, რომ აი ამ საყრდენებს ელის დიდი გამოცდა. რა გვაშორებს ამასთან? ჩვენი უარი ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებს, იმიტომ რომ თუ ჩვენ მოვახერხებთ და ვაჩვენებთ, რომ ჩვენ არც მერე გავწყდებით და არ ვაღიარებთ მათ, აი ეს ჩვენი არაღიარება გადაითარგმნება კიდევ უფრო დიდ საგარეო წნეხში და მათი პარტნიორების საქმე როგორ მიდის, კარგად ხედავთ. გიორგი, დიდი მადლობა. უკრაინაში და გინდა სახლო ამოსავ. გინდა წირაში. გინდა წირაში. პირიქით, მადლობა. მადლობა გიორგი იმედაშვილს.